სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი ისიც რომ დიდი და დიდებული დღეა ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს მე მინდა გავიხსენო ეს კურთხეული დღე როცა ხდება განცხადება წმინდისა სამებისა როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მიდის იორდანეში რათა ნათელი იყოს იოანესაგან რომ მიუახლოვდა უფალი წმინდა იოანეს შეწრწუნდა იონე სულით მიხვდა რა დიდთან ქონდა საქმე და ეუბნება რომ მე მიხშენ მიერ ნათლისღება და შენ ჩემთან მოხვალო და უფალი ეუბნება რომ ეს საჭიროა რომ აღსრულდეს ყოველი სიმართლე და შედის და ნათელს იღებს და მას ნათლისღება კი არ ჭირდებოდა იმისთვის მოენათა რომ სახე მოგცეს ნათლისღებისა და გვასწავლოს უდიდესი ნიშნულობა და აუცილებლობა ნათლისღებისა და ეკლესია და წმინდა მამები ჩვენ გვავალებენ რომ რაოდენ ნიშნულოვანია ნათლისღება ვიქადაგოთ ვასწავლოთ ხალხს ეს განსაკუთრებულია ნათელი იღო უფალმა რომ სახე მოეცა დაენახებინა რა დიდი მნიშვნელობა აქვს ნათლისღებას ადამიანისთვის სხვაგან ამბობს ნიკოდიმოსთან საღამოს როცა იყვნენ შეკრებული უფალთან მივიდა ნიკოდიმოსი და ეუბნება უფალ რომ ვინცო წყლითა და სულისაგან არიშოსო ის ვერ შევაო სასუფეველშიო რომელსაც წმენეს და ნათელიღოს ის გადარჩება და მოწაფეებსაც ეს დაავალა რომ წასულიყვნენ და მოემოწაფებინათ და ნათელეცად ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნათლისღებას ყველა ადამიანის ცხოვრებაში ამ დროსო მამები ამბობენ ხდება მიტევება ცოდვათა პირველ ქმნილი და პირადი ცოდებისა ხდება ძველი ადამიანი და აღმოიშობა ახალი ადამიანი ამით საშუალება ეძლევა ადამიანს რომ შევიდეს ქრისტეს გემში ამ ცხოვრების ზღვაში მრავალი ცრუ გემი დასურავს მაგრამ ქრისტეს გემი რომლის სახეა ეკლესია რომელიც უფლამდე მიდის აი ამ გემში ასასვლელად აუცილებელია ადამიანმა ნათელი იყოს ეს არის კარიბჭე რითიც ყველა ადამიანი შედის ქრისტეს გემში ებრაელები რო ეგვიპტიდან მოდიოდნენ მეწამული ზღვა გამოიარეს და იქით დარჩა ეგვიპტე და აქეთ გამოვიდნენ ისინი ზღვა იყო მათ შორის ანუ ეგვიპტე ცოდვის სახე იყო ცოდვა საშორებდა ზღვა მეწამული ამ ერს და აი ახალ ისრაელს ყველა ქრისტიანს ცოდვა საშორებს ნათლისღების კედელი ცოდვასა და ადამიანს შორის ღება ნათლისღება ყველა ცოდვა დაეწובה და მიეტევება ადამიანს ნათლისღების დროს და თუ ადამიანი ისევ აგრძელებს ცოდვებს ისეთ მდგომარეობაში მიდის თითქოს არც მონათლულაო ძალიან უნდა გაფრთხილდეს ეს შესამოსელი შეინარჩუნოს ადამიანმა წარმართები ეუბნებოდნენ ცოდვილ ქრისტიანებს თქვენ ნათელი იღეთ ჩვენ არა მაგრამ ჩვენზე უარესები ხართო აი ცხოვრების წესით არ უნდა იყო უარესი თუ ქრისტეს შეუდევი და ქრისტეს ნათელში ხარ უნდა ამ ნათელში დარჩე და ბნელში აღარ შეხვიდე უფალო დაგვიფარე უფალო დაგვიცავი და აი რა მოხდა ეგვიპტის ამბავი გითხარით იორდანეზე როცა გადმოდიოდნენ ებრაელები რომ მოუახლოვდნენ აღთქულ მიწას იორდანის წყალში ჩააყენეს კიდობანი და წყალი უკან წავიდა და გადმოვიდნენ სამყარო რო იქმნებოდა სულიწმინდა იყო მოფენილი მთელ სამყაროზე ბნელი იყო უფსკრულზე და წყალით იყო დაფარული მთელი სამყარო და სულიწმინდის მადლმა სიცოცხლე მიანიჭა
და შეიქმნა ცა, მიწა და რაც ამ სამყაროშია. ფრინველები თუ ცხოველები თუ რაც არის ადამიანი. ანუ სულიწმის მადმა სიცოცხლე მიანიჭა და აქ რა მოხდა? ნათლის ღების დროს იქ სამყარო შეიქმნა, როცა დაბადებას კითხულობ წერია რომ სული ღვთისა იძროდა წყალთა ზედა და აქ რა მოხდა როცა უფალი წყლიდან ამოდის ცა გაიხსნა და რა საოცრება მოხდა მამის ხმა ისმოდა ეს არის ძე ჩემი საყვარელი რომელიმე სათნო ვიყავ მაგისი ისმინეთო და სულიწმინდა მტრედის სახით დაადგრა მაცხოვარზე და თვითონ ძე ღვთისა განკაცებული ხორციელად იდგა აქ წმინდა სამება გამოცხადდა გაეცხადა ერთი ჭეშმარიტი სამპიროვანი ღმერთი სამყაროს ხილულად და ცხადად და წარმოიდგენთ რამხელა რამ მოხდა მთელი სამყარო განახლდა ადრეულ სამყარო ისეთი მძიმე იყო რომ ზეცას ვერ ადიოდა ყველა ქვესკნელში მიდიოდა რომ გარდაიცვლებოდნენ ცხოველი დახოხავდა ადამიანი მიწაზე და ზეცას ვერ ეძლო ახსვლა და აი ამ განახლების დროს მოხდა ის რომ საშუალება მიეცა ადამიანს რომ ცოდებისაგან დამძიმებული ფრინველივი ზეცაში ავიდეს აი რატომ მაინც და მაინცო მტრედის სახით მრავალი განმარტება და ადრე ბევრჯერ გვითქვამს მაგრამ ერთ-ერთი რა იყო ერთ-ერთი სახე რატომ მაინც და მაინც მტრედის სახით გამოეცხადა იმიტომ რომ ადამიანის სული ცოდვათა მიტევების შემდეგ მტრედივით სუბუქდება ეძლევა ადამიანს საშუალება რომ ზეცაში ავიდეს და მიწაზე აღარ დარჩეს ანუ იმის თქმა მინდა რომ ცხონება გახდა შესაძლებელი ცოდვათაგან დამძიმებული სული ქვესკნელისკენ მიიდრიკებოდა ეხლა ყველა შეუძლია ნათელ ღებულს და ცუცოდაში ჩავარდნის მონანიებულს შეუძლია რომ ზეცაში ავიდეს ცხონდეს და გადარჩეს დიდება უფალს ამ წყალობისათვის იაკობს ბეთილში კიბე გამოეცხლა და კიბეზე ანგელოზები ადიოდნენ ჩადდნენ და ეგონა რომ საჭირო იყო კიბე ზეცაში ასასვლელად და ეხლა გამოჩნდა რომ საჭირო არის ნათლის ღება რომ ამ ნათლის ღებით განიწმინდოს ადამიანი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს ამ კურთხეულ დღეს ყველა დაბადებული უნდა იყოს დათელღებული აი მოციქულები პირველი მოციქულები საიდან გამოირჩია მეთევზეებიდან ზღვასთან წყალთან ყოფი იყო იაკობ და იოანე ანდრია და პეტრე ეს იყო სახე ნათლის ღებისა წყალთან იყვნენ დაკავშირებული ეს ადამიანები უპირველესად სამარიელი დედაკაცი მიდის წყაროსთან და იქ ფაქტიურად მოციქულად იქცევა მერე გამოდის უფალთან შეხვედრის მერე და სხვა ადამიანთა მიმყვანებელი ხდება უფალთან ესეც ნათლის ღების სახე იყო და აი ბრმა ზეუბნე უფალი წადდა სილვანის საბანელში დაიბანეო და გავიდა დაიბანა და აღიხილა ესეც ნათლობის სახე იყო და რატო სულიერი ბრმობისაგან და იმ ქალის შემთხვევაში რომელსაც ხუთი ქმარი ესვა ანუ ცოდვისაგან ხორციელი ცოდვისაგან და სულიერი ბრმობისაგან განიწმინდება ადამიანი დიდება უფალს აი რამხელა მნიშვნელობა აქვს წმინდა ნათლის ღებას და ნათლობას ამ დღეს იცით რომ ეკურთხება მსოფლიო წყლები დედამიწის ყველა ადგილას სადაც არ უნდა წაიღო წყალი უხრწნელებას ინარჩუნებს ისეთი კურთხეული დღეა სულიწმის მადლი ისევ ეხება და განსწრებს წყალს ყველა ტაძრებში კურთხება წყალი და ხშირად ეჭვშერეულ ქრისტიანებს აი ეს ყველაზე ძლიერი ხილული სასწაული განამტკიცებს წმენაში რომ აკურთხებს მღვდელი წყალს და ადრე ამბობდნენ მახსოვს ჩემ ბავშვობაში ცდილობდნენ რომ ათეიზმი ესწავლებინა და ათეისტ გადაგებდნენ რომ მღვდლებიო ვერცხლის ჯვრებით აკურთხებენ და ვერცხლის ჯვარი მიკრობებს ინაშება რა ქვია იკრობსო და წყალი ამიტომ არის დინარეებს აკურთხებენ ტბებს აკურთხებენ წყაროებს აკურთხებენ რომელ ვერცხლის ჯვარზე ლაპარაკი სულიწმინდის მადლი გადმოდის
და ყველაფერს ცხოველმყოფელობას ანიჭებს, სიცოცხლეს ანიჭებს, სამყაროს, ეკლესიაში ღმერთი ანიჭებს უკვდავებას და ეკლესიაში ეზიარებენ უკვდავებას, იმიტომ რომ ლიტონი მოკვდავი გამხრწნადი წყალი უკვდავებას ეზიარება, როცა ლოცულობს მღვდელი, ევედრება რომ სულიწმის მალდი გარდა მოვიდეს და შეეხება წყალს ღვთის მადლი და უხრწნელი ხდება და უკვდავი ხდება, საკურნებელი ხდება სულისა და ხორცისა. ლუკა ყირიმელი ვოინოიესინეც კი იყო ასეთი ექიმი იყო და მე მღვდელმთავარი გახდა და ის ამბობს რომ მე არა როგორც მღვდელმთავარიო, არამედ როგორც გამოცდილი ექიმი გეუბნებითო რომ ხშირად დალიეთ ნაკურთხი წყალიო, საოცარი რამ შეუძლია. წმინდა სეფირსკვერს და ნაკურთხ წყალს შეუძლია ხორციელი კურნება მიანიჭოს ადამიანს. შეუძლია დემონები განსდევნოს და ადამიანი დაიცვას ბოროტისაგან. აი ხილული სასწაულის მომსწრენი ვარ თითოეული ჩვენგანი. თითოეული ჩვენგანი ხედავთ რომ ჩვენთვანწი სასწაული აღესრულება, ღმერთის მოქმედებას ხედავთ. წაიღებთ 10 წლეულები და 10 წლეულები არ გაიხსნება ეს წყალი. აი ესეთი დიდი ძალა აქვს. ნათლისღებას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ნათლისღება არის კარიბჭე, ის ქრისტიანულ სამყაროს შედის და ადამიანი და ქრისტიანობის ყველა საიდუმლოებას ეზიარება და განიწმინდება და გადარჩება და ცხონდება ადამიანი და ამით დავამთავრებ ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა მე-3 საუკუნე იდგა და აიხილა ასეთი რამ რომ შემოვიდა ტაძარში მტრედი შავი დაასრული ჭუჭყენ ძლივს ფარფატებდა და გამბანა წყლით ხილვათა შორის და თეთრი სპეტაკი გახდა და გაფრინდა და რო გაიღვიძა ძილსა შორის გაახსენდა რომ ცოდვილი პელაგია იყო ეს დიდი ცხოვრება და ეხლა არ მოვყვები და მიხვდა რომ მისი სულიც ესეთი შავი იყო და რომ მონათლავდა უფალი ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე მას განასპეტაკებდა, განწმენდდა აი ამ მტრედივი. აი ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვს და კიდევ ბოლოს იმას ვიტყვი რომ აი როცა რამეს მიზეზის გამო ადამიანს ეპიდემიას აძლევდნენ, არაზიარებდნენ, მას აძლევდნენ წმინდა აიაზმას, დიდ აიაზმას. ისეთი მნიშვნელობა, დიდი მნიშვნელობა ზიარების მერე ყველაზე ერთ-ერთი დიდ სიწმინდეთ ითვლება დიდი აიაზმა. რასაც თქვენ ახლა სახში წაიღებ, თქვენ სახს აკურთხებთ, განსმენს, ირგვლივ ეცადეთ რომ ყველგან მიაწვდინოთ ეს სიწმინდე რომ ბოროტი სული განიდევნოს, უწმინდურობის კვამლი განიდევნოს და სიწმინდე იყოს, სიმწმინდე იმძლავროს. რაც შეიძლება მეტი სიწმინდე უნდა იყოს სამყაროში რომ ბოროტის სიბნელე განიდევნოს და შეგეწიოთ უფალი ღმერთის ჩვენი თქვენა და სრულიად საქართველოს, სრულიად სამყაროს და აკურთხოს და განწმინდოს უფალმა და ჭეშმარიტ ეკლესიაში ვართ. აბა მოიყვანეთ მსოფლიოს ათასობით სრულ რელიგიიდან მათი მსახურები და აკურთხონ წყალი და ვნახოთ აბა გაიხსნება თუ არა. ერთადერთი ჭეშმარიტება არის მართლმადიდებლობა. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე ამბობს უფალი. სხვა გზა და სხვა ჭეშმარიტება და სხვა სიცოცხლე არ არსებობს. ეს მე არ მithქვამს. ყველაზე დიდმა და დიადმა, ყველაზე წმინდა განკაცებულმა ღმერთმა თქვა, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. და აი ამ სიცოცხლეში უნდა იყოს. მის მიერ დაწესებულ ნათლისღებას უნდა იღებდეს ადამიანი. როცა ნათელს იღებს ადამიანი ესტრამეს გალობენ, რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოს, ესე იგი ქრისტე შედის ადამიანის გულში და თქვენ გულში დაიმკვიდროს ქრისტემ და არასოდეს გაგშორებოდეთ უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან ერთად ილოცეთ რომ არ დააკავოს მადლი ზეცამ ჩვენი ცოდვების გამო, ადამიანის ცოდვების გამო. უხვად მოვიდეს სულიწმინდა და აკურთხოს წყალი და ამ წყლის მიღებისა და სხურების შემდეგ მიიღოთ განწმენდა, კურთხევა, სულიერი და ხორციელი განწმენდა, როგორც
ხორციელი ცოდვისაგან სამარიტელი დედაკაცი განიკუნა და ეს ბრმა სილვანის წლებში ბრმობისაგან განთავისუფლდა, სულიერი ბრმობისაგან განთავისუფლდა სულფავა. მრავალ ნათლისღებას დაესწარით თქვენა და სრულიად საქართველოს. ყველა დილას მიიღეთ, აიაზმა და ყველა დილას ისხურე და დაცული და დაფარული იქნებით. გამრავლების მადლია დაამატებ ზემოდან ნაკურწყალს და უნარი აქვს, რომ ის წყალიც დღეს ნაკურთხმა წყალმა უხრწნელებად აქციოს. აი ერთ სანთელს შეუძლია სხვა სანთელი აანთოს. ნაკურთხ წყალს შეუძლია გამრავლების მიზი დააწყდა, ისიც უხრწნელად გიეს. როგორი ურწმუნე და ბრნელი უნდა იყო ადამიანი, რომ ამ ხელა სასწაული ხდებოდეს 21 საუკუნის მანძილზე და მაინც ღმერთს ვერ ხედავდეს, ღმერთს ვერ ეხებოდეს შენ გულს. მაინც ამბობდე, რომ ურწმუნე და ათეისტი ვარო. თქვაო გუნურმა გულსა შინათვის არ არის ღმერთიო, ჯერ კიდე 1000 წლის წინ წერდა დავით მეფე. ამას დიდი უგუნურება რა, რომ ასეთი დიდი სასწაული ხდებოდეს ეკლესიაში. შენ თვალწინ იკურთხებოდეს წყალი, რომელსაც 5-6-3 დღის მერე ვეღარ დალევ და რო აკურთხებენ 10 წლეულები დალევ, ღმერთმა მოგცეთ 10 წლეულები და უხრწნელია. აი ამ ეკლესიაში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ინახება მადლი, ინახება სწავლება, ინახება ნიჭი და უნარი იმისა, რომ ადამიანი მიუხრწნებლებას და უხდავებას აზია, რომ იხარეთ ორთავ სოფელსა შინა მრავალ ნათლისღებას დაესწრა. Ioanes miért szaltas kínai organizálta. Შენ ცხოვრების მომცემელო ქრისტე, ჩვენთვის ხორციელად ნათელღებულსა, იოანეს მიერ წყალთა შინა იორდანისა. Შენ ცხოვრების მომცემელო ქრისტე, ჩვენთვის ხორციელად